გესალმებით ყველას. რამოდენიმე დღე ვიდეო არ ჩამიწერია. ცოტა ისეთი დატვირთული გრაფიკი მქონდა. ამის გამო ვერ მოვიცალე და ვერ ჩავწერე, არაუშავს, მაგრამ მოგიყვებით რა ხდება. ესე იგი, მე მოვდივარ ტეხასიდან, სადაც ავიღე ტვირთი და მივდივარ მასაჩუსეტსში უნდა ჩამოვცალო. ესე იგი, ეს ტვირთი იყო ცოტა განსხვავებული სხვა ტვირთებისგან, იმით რომ ამ ტვირთს აქვს 8 დროპი. ანუ ტეხასში აღებული ტვირთი, რომელიც მე წამოვიღე სხვადასხვა შტატებში მთლიან ჯამში 8 ადგილზე უნდა ჩამოვცალო. ჩამოვცალე, ესე იგი, არასკევს ავიღე, დავიტვირთი, არ იყო მძიმე ეს ტვირთი. რაღაც პლასტიკატები იყო, რომელიც ესე სიგრძეზე, პალეტებზე იყო განლაგებული. დანომრილი იყო მარკერებით, თუ სად რომელ დროპზე რამდენი პალეტი უნდა დამეტოვებინა, ყველაფერი ეს აღნიშნა ჰქონდა და ამის მიხედვით დავიწყე დარიგება. ეხლა საინტერესო რა არის, იცით? ანუ შეიძლება კი, ახლა მე ბევრ რაღაცას ვიღებ, რაც ტრაილერთან არის დაკავშირებული, დაუშვათ პარკირება, გინდა ტრაილერის ჩაყენება, გინდა გზები, ასე შემდეგ და ასე შემდეგ, მაგრამ აი ამ ტრაილერის სამუშაოსთან დაკავშირებით ხო ყველაზე მთავარი, ანუ რისთვისაც მუშაობ და რისთვისაც აკეთებ ამ საქმეს არის ის ანაზღაურება, რასაც რაღაც მოცემულ სამუშაოში იღებ. ანუ ეს განსაზღვრავს შენ სამუშაოს, თუ რას იღებ შესრულებულ სამუშაოში. მე ვფიქრობ, რომ აქ დასამალი და დასაფიცი ნამდვილად არაფერი არ არის. სამუშაოს ასრულებ, სამუშაოს აკეთებ, ზოგი რთულია, ზოგი ადვილია, მაგრამ რაღაც ანაზღაურებას ამაში იღებ. ამიტომ შესაბამისად მე ამ ტვირთთან მიმართებაში დავკონკრეტები და იმასაც ავხსნი და გავავრცელებ, თუ ანუ ესე იგი მე რო 8 დროპიანი ტვირთი ავიღე, ამაში დაუშვათ რა უნდა გადამიხადონ, რომ ესე იგი ესე ვიწვალო და 8 ადგილზე უნდა მივიტანო და ჩამოვცალო. ესე იგი, ბატონებო, ტვირთი, რომელიც მე ავიღე ტეხასში და ბოლო ჩამოცლა აქვს მასაჩუსეტსში, სულ არის 2000 მაილი. ამ 2000 მაილში ბროკერმა მოგცა $6100. ეხლა რაშია საქმე? ესე იგი, მე რომ ალბათ საინტერესოა იმ ხრივაც, რომ ანუ 8 დროპს რომ იღებ სიტყვაზე, ხო? კარგია ეს ანაზღაურებაც $6100, $3 გამოდის, ხო? იმაზე მაილზე, მაგრამ დაიწყე ერთია და როდის უნდა დაამთავრო, ხო? ამას დიდი მნიშვნელობა აქვს, როდის უნდა დაამთავრო. თუ ეხლა მე და ჩემმა დისპეჩერმა რაც დავთვალეთ, ანუ გამოვთვალეთ მანძილი, როგორ ვივლით, როგორ ჩავიტანთ, სად, როგორ რას მოვასწრებთ, ჩვენი ვარაუდით ესე იყო, რომ მე ამ ტვირთების დარიგება უნდა დამესრულებინა 4 შაბათს, ანუ დღევანდელ დღეს. მაგრამ მოხდა გაუთვალისწინებელი რამ, რომელიც ყოველთვის ახლავს ესეთ სამუშაოს. და რა? ანუ პირველი ჩამოცლები მე დავიწყე უკვე 2 შაბათს ვირჯინიაში, მქონდა 4 ჩამოცლა, 3 ადგილას დავცალე, 3 შაბათს დამჭა მე-4, რომელიც უნდა ჩამომეცალა ვირჯინიაში. ვაპირებდი რომ დილით ის დამეცალა, უცბად როგორც მოვახერხებდი, მერე წავსულიყავი და ნიუ-ჯერსში დამეცალა კიდე. მაგრამ აღმოჩნდა ესეთი რაღაცა, რომ სამშაბათს, როდესაც მე მივედი ჩამოსაცლელად, ეს ადგილი იყო კონსტრაქშენი, ანუ მუშები მუშაობდნენ, რაღაცას აშენებდნენ, არემონტებდნენ იქ და იმათ ჰქონდათ ეს შეკვეთილი, ეს პლასტიკატი. მაგრამ რომ მიუტანე, აღმოჩნდა ისე, რომ ამათ არ ყავდათ ფორკლიფტი. და ეს ამან ახლა შექმნა ისეთ მდგომარეობა, რომ ხელით იმას ვერ ჩამოიღებდნენ, მძიმე იყო
და უნდა მოეყვანათ რაღაციდან და შემაფერხა ერთი სიტყვით და გადამიდეს მეორე დღისთვის ჩამოცლა. იმ დღეს ესე იგი ადგილზე დავრჩი მე სამშაბათს, დაველოდე მაგათ, გათენდა 4 შაბათი, მოიყვანეს ეს ფორკლიფტი, ჩამოცალეს, მერე წავედი ნიუ-ჯერსში დავცალე, შემდეგი ჩამოცლა და ესე იგი მასაჩუსეტსში ეხლა მივდივარ 4 შაბათს, როცა ვაპირებდი რომ მე ამას ნიუ-ჯერსს და ვირჯინიას მორჩებოდი სამშაბათს 4 შაბათს უკვე ანუ დღევანდელ დღეს ვიქნებოდი მასაჩუსეტსში დავცლიდი ამ ტვირთს და უკვე ახალი უნდა ამეღო დღეს მაგრამ ერთი დღე დამეკარგა ამ გაუგებრობაში თუმცა ესე იგი ვინაიდან ესე მოხდა და მე სამშაბათი გამიცდა ერთი სიტყვით 4 შაბათს მომიწია ნიუ-ჯერსში ტვირთის დაცლა და ამის შემდეგ უკვე ჩემმა დისპეჩერმა პარშალი ეს არის დამატებითი ტვირთი კიდევ მომიძებნა და ამიღო მასაჩუსეტსი ანუ ეს ბოლო ჩამოცლა სადაც მიმაქვს იქვე არის ახლოს ამ ტვირთების ჩამოცლაც მაგრამ საქმე ისაა რომ ამ ტვირთს აქვს 2 დროპი კიდე ამას ცალკე ანუ 6 პალეტი მიმაქვს და 2 ადგილზე უნდა მივიტანო სულ არის 330 მაილი ამ მეორე ტვირთის გასავლელი და ამაში იხდიდნენ $1300 ხო აქ კიდე ერთი რაღაც დამავიწყდა იმის გამო რომ ესე იგი მე კონსტრაქშენზე სამშაბათს დამაყოვნეს ვერ ჩამოცალეს და მეორე დღისთვის მოიყვანეს ფორკლიფტი იმ 2 პალეტის ჩამოსაღებად ჩვენ დაურეკეთ მე და ჩემმა დისპეჩერმა ბროკერს ვესაუბრეთ მოკლედ და დამატებითი გადასახადი გადავახდევინეთ $1300 სახით ანუ დავამატებინეთ იმ $6100 დავამატებინეთ $1300 ზემოდან ლიუს ამას ახლა ეს პარშალი მაქვს აღებული რომელიც კიდე მიმაქვს მასაჩუსეტსში დღეს რომელიც ავიღე და ამაშიც კიდე დამატებით მიხდიან $1300 ეს სხვა ტვირთია ცალკე ტვირთია ანუ გამოვიდა რომ ის ტვირთი რომელიც მე ტეხასიდან წამოვიღე იმას დაემატა $1300 და გამოვიდა 6100 დამატებული 1300 გამოვიდა $7400 და პარშალი რომელიც მე ავიღე კიდე ესეც $1300 ესეც დამატებული და გამოვიდა $8700 ესე იგი ხვალ არის 5 შაბათი მე ამას ხვალ დილით ამ სამივე დროპს გავაკეთებ ჩამოვცლი და პარასკევიდან დაწყებული 5 შაბათამდე ესე იგი 5 შაბათს დავცლი გროსი გამოვიდა $8700 და რაც შეეხება გავლილ მაილებს ხო ანუ 2000 მაილი იყო იქამდე პირველი დროპის დასაწყისიდან და დასასრულამდე და ეს პარშალის კიდე რომელიც მე ავიღე ამაში შედის იმიტომ რომ ერთ გზაზე მივდივარ პლუს მინუს ამას დავუმატო 100 მაილი ასე ვთქვათ მეტი არა დამატებით რომელიც ესე იგი ტვირთამდე მისვლას და თუმცა ტვირთამდე სადაც მე უნდა მივსულიყავი ერთ-ერთი ჩამოცლის ადგილიდან იმ ტვირთის აღებამდე იყო სულ 12 მაილი მაგრამ ნუ 100 მაილს დავამატე 2100 მაილი $8700 პარასკევს ავიღე ტვირთი ხვალ არის 5 შაბათი, ხვალ ვამთავრებ ამ ტვირთის ჩამოცლას და სულ გამომდის 10 დროპი. ანუ 10 ადგილას უნდა ჩამომეცალა ამ ხნის განმავლობაში და ბოლოს 3 დამჭა, რომელსაც ხვალ დავცლი. აი ესეთი ნიუანსები ახლავს ამ სამუშაოს. როდესაც ბევრი დროპია, ანუ ბევრი ადგილას არის მისატანი და ჩამოსაცლელი, მაგ შემთხვევაში რაღაცა ისე ეწყობა, რომ ან კარგ ფასში უნდა აიღო, ან დამატებით ესე როგორც მე ვამბობ, რომ დისპეჩერმა უნდა ეცადოს, როცა ცლი და
სადაგზა სუბუქტები და ადგილი გინთავისუფლდება, პარშალი მოგიძებნოს, ეს დამატებითი შემოსავალია, რა თქმა უნდა. ცუდი არ არის. ეხლა მე ხვალ შევეცდები, რომ მასაჩუსეტი არის ძალიან ცუდი არეა, იქიდან ერია, იქიდან გამოსვლა ჭირს და თუ გამოდიხარ ძალიან დაბალ ფასში, შეიძლება დოლარში მომიწიოს იქიდან წამოსვლა, მაგრამ თავარი აქ ის არის, რომ მე გამოვაღწიო მასაჩუსეტიდან, თუნდაც ნიუ-იორკის შტატში გადავიდე, იქ კიდე კოილებია რაღაც ეგეთი ჯაბები არის და იქ უკეთესი სპირტის აღება შეიძლება ერთი სიტყვით. და ამიტომ ვეცდებით, რომ რაღაც მოკლე ტრიპი იქნებ ამიღოს დისპეჩერმა, გადამიყვანოს ნიუ-იორკში მაინც და ნიუ-იორკიდან უკვე როგორც წესი ნიუ-იორკიდან ალბათ უკვე მომცემს უკვე long miles, არც თუ ისე დიდ long miles, მაგრამ ალბათ იქნება ან ოჰაიო, ან მიჩიგანი. ესე იძლევა ხოლმე დაკვირვებული რო ვარ ნიუ-იორკიდან გამოყვანის დროს. არც ნიუ-იორკიდან, ეხლა ნიუ-იორკიდან საშუალოდ გეტყვით ფას, რა ფაშიც გამოდის ტვირთები, გააჩნია კიდე რას იღებ, მაგრამ აი მე ამიღია მოკლე ტვირთი მაგალითად ნიუ-იორკიდან, გადამიტანია ნიუ-იორკიდან მაგალითად შტატს ვერ ვლაპარაკობ, ქალაქზე არა, სტეიტზე. გადამიტანია სიტყვაზე, ან როდ-აილენდში, ან ნიუ-ჯერსში ჩამომიტანია, იქვე ახლოში სადღაც ერთი 200 მაილის რადიუსში და აი ამ 200 მაილის გავლაში გადაუხდიათ 1500-1600 დოლარი ეს. ყოფილა ესე ტვირთები, მაგრამ ამ შემთხვევაში ახლა ხომ, ანუ მე უკვე long mile მიწევს, ანუ 3 დღიანი ტრიპი, პარასკევი, შაბათი, კვირა, უკვე ორ შაბათს უნდა დავიცალო და შესაბამისად უკვე სხვა ხარისხის, სხვა სახის ტვირთს მომცემს ერთი სიტყვით რა. ეხლა მე ვიმყოფები ჯორჯ ვაშინგტონ ბრიჯზე, აი ეს არის, ეს გახლავთ ბატონებო. ჯორჯ ვაშინგტონ ბრიჯი, ეხლა სადაც შევდივარ, ნიუ-ჯერსიდან გადავდივარ ჯორჯ ვაშინგტონ ბრიჯით, ნიუ-იორკში და მე იქიდან გადავალ კონექტიკუტში, კონექტიკუტიდან მასაჩუსეტსში და ბევრი არ მაქვს გასავლელი, სულ მაქვს ეხლა დარჩენილი 185 მაილი მაქვს დარჩენილი ადგილამდე. ჯერ ადრია, არც მეძინება, არც დაღლილი ვარ, რა ვიცი, გაჩერებასაც აზრი არ აქვს, ფიქრობ, რომ ჩავიდე ბოლომდე, იქ მეფზე რუკაზე ვნახე, რომ იმ warehouse სადაც ეს მიმაქვს მე ეს პირველი ჩამოცლა. გარეთ გასაჩერებელი overnight parking-ი არის, გზაზე შეგიძლია გაჩერდე, ისეთი ქუჩაა. და ჯობია იქ ჩავალ ადგილზე, დაველოდები, დილის 8 საათზე იხსნება. 8 საათზე ამ ერთს ჩამოვცლი, მერე წავალ მეორეს ჩამოვცლი, ბოლოს უკვე მესამეს ჩამოვცლი, ახლო რადიუსებში არ არის შორიშორს. ამიტომ ფიქრობ, რომ სადღაც 12 საათისთვის მე უკვე დამთავრებული უნდა მქონდეს ამის ჩამოცლა. და შემდეგ მანამდე უკვე დისპეჩერსაც ახალი ტვირთი ექნება რამე მოძებნილი ჩემთვის რა, იმედია, მასაჩუსეტ მაგხრი ძალიან ცუდია, როგორც ვთქვი და იმედია რაღაცას მოვნახავთ, რომ იქიდან გამოვიდეთ. ამ ხიდზე კიდე აი ესე მუდმივად სულ ტრაფიკია, აქ სულ კონსტრაქშენია, სულ ესეთი ჭყლეტოა, რო იტყვიან, ხელი ამიწია გამატარებ, გააგატარებ, კი ბატონო, ვიბძანდი. ერთი მანქანი წინ ვიქნები თუ უკან მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ესენი ქართველები ხომ არ არიან, ჯემასტერ. Master ალბათ, ხო, რაღაც ეგეთი წერია, construction. სამშენებლოა. ახლა გადავივლი ამ ხიდს და მთლიანად გადავიღებ რა ხდება თქვენთან ახლა. აი ესენი ხელმარჯვნივ რასაც უყურებთ. ესენი არის oversize load-ები, ეს ტრაქებია და ტრაქებს უდებთ ეს ტვირთები. აი სახლებია ესენი, რაც გადააქვს.
კონტეინერ სახლებს ეძახიან ამას. არ შეუძლიათ დღის მანძილზე გადავლა, ანუ სპეციალური დრო არის ამათთვის გამოყოფილი. პოლიციამ უნდა გააცილოს და გადაატაროს ეს ხიდი. ოვერსაიზი ესე დროს ვერ გაივლის. არ შეიძლება და ეს ადგილი სადაც ეგენი იდგნენ გამოყოფილია სწორედ მაგათთვის, რომ მან უნდა გაჩერდნენ სანამ პოლიცია არ ეთქვის, რომ ესკორტს გაუკეთებს და გაატარებს ხიდზე. წვიმიანი დღე არის ნიუ-იორკშიც, ნიუ-ჯერსიშიც, მაგრამ ცოტა აგრინდა სამაგიეროდ და ძალიან სიამოვნებს, რომ ესეთი დახუთულობა არ არის, რომ სუნთქვა ჭირდეს. ეხლა წინა დღეები, წინა რამოდენიმე კვირის წინ ისეთი საშინელებები იყო, სიცხის თვალსაზრისით, რომ სუნთქვა ჭირდა და მაგ დროს უკვე აი მუშაობის დროსაც მოთენთილი ხარ, სიარულის დროსაც რო დადიხარ, ძალიან წუხდები რა ადამიანი, სულ კონდიციონერი გაქვს ჩართული, ან გამორთავ თუ არა, მე უკვე ძილი გეკიდება და რა ვიცი, მოკლედ რთულია სიცხეში მუშაობა, სიარულიც. ამიტომ მე ესეთი გეგმა მქონდა შემუშავებული, ისე მქონდა გადაწყობილი ჩემი გრაფიკი, რომ ღამე დავდიოდი ხოლმე. დღისით უფრო მეძინა, ჩავრთავდი კონდიციონერს და მეძინა. ეს კი მაციებდა, მაგრამ ჯანდაბას მაინც და ღამე უკვე მიწევდა სიგრილეში სიარული და რა ვიცი, რაღაც ერთი პერიოდი დიდხანს ესე ვიარე რა. ალბათ ხედავთ ხო, როგორი დატვირთულია. ესეთი ტრაფიკია სულ და ესეთი ტრაფიკით გადადიხარ. კუსნაბიჯები. დღეს Facebook-ზე შემხვდა ერთი პოსტი, რომელსაც წერდა ანონიმური პირი, ანუ ანონიმური სტატუსით წერდა ამ პოსტს, ბოდიში მოიხადა, რომ უბრალოდ არ მინდა რომ ჩემს სახლში, ოჯახში ვინმე მინერვიულოს და ამიტომ წერო და ესეთი პოსტი იყო, ჩემი ყურადღება მიიქცია. ბიჭი წერდა, ახალგაზრდა ბიჭი, რომ ახალი დაწყებული ქონდა მუშაობა ფლეტბედზე, ახალი აღებული ქონდა მართვის მოწმობა და ახალი 4 დღე, ერთი კვირა რაც დავიწყე ფლეტბედზე მუშაობა, თუ არ ვცდები ესე წერდა და პრაქტიკა, ანუ რო ეჩვენებინათ რა უნდა მეკეთებინა ამ ფლეტბედზე, სულ 4 დღე გამატარეს და მე უკვე აი ჩამაბარეს მანქანის ტარება, ტრაილერის ტარებაც არ ვიცი წესიერად. არც ახლა ტვირთებზე ხო აღარ არის საუბარი, აბა 4 დღეში რა უნდა ესწავლა იმ ადამიანს. და ესე და ძალიან დაზაფრული წერდა, რომ რჩევას ითხოვდა, რომ იქნებ ბიჭებო მითხრათ, რა მეშველება, ანუ როგორ მოვიქცე, რა გავაკეთო, მეშინია, თან ვერ დავდივარ იმდეს, რამდენსაც მეუბნებიან, მიჭირს სიარული და მოკლედ ეთყობოდა, რომ ძალიან განიცდიდა თავის ამბავს რა. ეხლა რა არის იცით, არ ვიცი ეხლა ეს მეგობარი თუ შემთხვევით ან უყურებს ამ ჩემ ვიდეოს ან რაღაცა შეუძლია მომწეროს და რაღაცა ან სიტყვით ან საქმით რა ვიცი თვითონ როგორც უნდა რაღაცას დავეხმარებ. მაგრამ აი ესეთ მდგომარეობაში ყოფი ადამიანის გამხნევება, თუნდაც მესიჯით, თუნდაც რაღაცა იქ დაუწერო კომენტარი, აბა ესე კედი, ისე კედი, ასე გააკეთე, ჩემი აზრით მაინც მგონია, რომ შედეგს არ გამოიწვევს. ანუ ასეთ ადამიანს სჭირდება პრაქტიკული დახმარება და ეს დახმარება რაში გამოიხატება?
ჯერ ეს ერთ იმ კომპანიაში, სადაც ის მივიდა სამუშაოდ, იმ კომპანიამ ან როგორ გარისკა, რომ ადამიანმა ნორმალურად ტრაილერის სტარება არ იცის, 4 დღე იჯდა სულ ტრაილერზე და ამის შემდეგ ანდეს ტრაილერი საერთოდ, არ ვიცი, არ მესმის ეს საერთოდ. რა მიდგომა ან რა კომპანია ესეთი ან როგორ ფიქრობენ, რაზე ფიქრობენ საერთოდ არ ვიცი, არ მესმის. მაგრამ ამ კაცს სჭირდება პრაქტიკის ნორმალური გავლა. ისეთი პრაქტიკის სანამ არ დარწმუნდება თავის თავში, რომ დარწმუნებით შეუძლია უკვე დაждდეს და იმუშაოს ტრაილერს. მე ერთ-ერთი ვიდეოში ახსნილი მაქვს ეს ყველაფერი და ნათქვამი მაქვს, აი ახალ ბედა მძღოლებისთვის თუ რა ელოდებათ, როდესაც ისინი ტრაილერზე დაიწყებენ მუშაობა. ეხლა მე ამის მოყოლას ნამდვილად აღარ დავიწყებ, იმიტომ რომ იმ ვიდეოში ღირს თუ არა ტრაილერზე მუშაობა, ესე მიწერია მემორის სათაური. დააწვრილებით ყველა ნიუანსი მაქვს გახილული რა ელოდება ახალ ბედა მძღოლს. ამიტომ ერთადერთი რჩევა მე რაც შემიძლია ეხლა ასეთ მდგომარეობაში მყოფ ადამიანს, თუნდაც ან მას, ან სხვას, რომელიც ანალოგიურად გრძნობს თავს. პირველ რიგში აუცილებლად უნდა ეცადოთ, რომ მსგავს კომპანიას ჩამოშორდეთ და მიხვიდეთ ისეთ კომპანიაში, რომლებიც ნორმალურად მოგიდგებიან და როგორც საჭიროა, მინიმუმ 2 კვირა გაგატარებენ პრაქტიკას, როგორც მანქანის ტრაილერის ტარებაზე, ასევე ტვირთების აღებაზე და დაბმაზე. არ ვიცი რას ფიქრობენ ეს ხალხი, როცა ეს ახალბედებს ესე ანდობენ. გეუბნებით ხალხო, არ ვიცი, თუ გინდა გადავიღებ, ეხლა ყველაფერი როგორ გადავიღო, აი ყველა ნიუანსი, მაგრამ პრაქტიკაში არის უამრავი ისეთი რაღაცა, რომელსაც ახალბედა მძღოლი უბრალოდ ვერ გაართმევს თავს, თუ რაღაცნაირად შინაგანად არ არის ტიპი ისეთი, რომელსაც აი მოჭმული აქვს ეს ცხოვრება და არაფრის არ ეშინია, ყველაფერზე მიდის და შეუძლია ბეწვის ხიზე იაროს. თავიდან ესია. იმიტომ არის ესე რომ მიუჩვეველია, თორე რომ მიეჩვევა მერე ისიც ვინც მიეჩვევა, იმის უკვე ეს 2x2 4-ია. ეხლა ის წარმოვიდგინე ის ადამიანი, რომელიც ამ პოსტს წერდა უბრალოდ და აი ამ ხიძე მოხდეს, ხო, ამ ხელა ტრაფიკში ჯერ იმაზე საინებზე აებნევა თვალი, ვერ გაიგებს რომელ ლაინში უნდა დადგეს და იქნება დაძაბული, არ შემეშალოს და სადღაც ნოუტრაქზე არ გადავიდეს სულის და ხო მესმის, ესია. ხო და ამას ეხა ჭირდება მომზადება და რა მომზადებაზე მაქვს მე იცი საუბარი, რომ რაღაცა ის პრაქტიკა მაინც უნდა გაიაროს მშვიდად, რომ ადამიანმა პრაქტიკაში რაღაცა დაინახოს, რომ ფსიქოლოგიურად, ემოციურად ამას ყველაფერს შეეგუოს. და როცა ესეთ მდგომარეობაში აღმოჩნდება, თუნდაც აი ამ ხიძზე აღმოჩნდება, არ ინერვიულობს. უბრალოდ ყავა მოწრუყო, სიგარეტი გააბოლოს, თუ ეწევა და რაღაცა მშვიდად გაიაროს, მაგრამ უნდა იყოს ყურადღებით. აი შეხედე, აი ისეთი ვიწრო გზაა, რომ თითქმის სარკეს ეხება. ხო, ეხა კაცმა, რომელიც 4 დღეა სულ ნაჯდომი ტრაილერზე, ხო იმისთვის არის ეს არის ჯოჯოხეთი ეხლა, ხო ვიცი მე აქ გავლა. და ესეთები ეხლა ისინი არც მოერიდებიან ეხლა რომ ნიუ-ჯერსში აუღონ სიტყვაზე ლოუდი და გააგზავნონ კონექტიკუტში. ამის გადავლა მოუწევს ამ ბრიჯის და რა უნდა ქნას, ხო არ გადააფრინდება. მოკლედ არ ვიცი, უბრალოდ მე მაგალითად მოვიყვანე ამ პიროვნების ისტორია, შეიძლება ასეთები არიან მრავლად და ვინც არიან, ეს ჩემი მოსაზრება და ჩემი აზრი ესეთია, ბატონებო, რომ ეცადეთ პრაქტიკა გაიაროთ ისე, რომ ყველანი აი ყველაფერს ვერა, მაგრამ აი თქვენ რო გაინტერესებთ რაღაც ნიუანსები, ხო? ანუ კითხვები რო გიჩნდებათ, ეს როგორ გავაკეთო, ის როგორ გავაკეთო, ესენი პრაქტიკაში თქვენი თვალით ნახოთ. რომ მე უკვე უცბად კრიტიკული მომენტში თუ რაც იქნება მსგავს სიტუაციაში, როცა აღმოჩნდებით, უკვე ზუსტად გეცოდინებათ, აი გაგახსენდებათ, რომ აი ესე უნდა მოიქცე, ესე უნდა გავაკეთო, რავი. თუ მე ჩემ თავზე არ ვიღებ რაღაცებს, ზედმეტვალდებულებებს, რა თქმა უნდა და მე არ ვიძახი, რომ მე რაღაცები შემიძლია ისეთი რაღაცები გავაკეთო ვინმესთვის,
რომ ცხოვრება გაუადვილო, მაგრამ რაღაცა შეიძლება შემეძლოს ისეთი, რომელიც ჩემთვის არ იქნება რთული ამ მოცემულ მომენტში, იმიტომ რომ მე თვითონაც მუშაობ, ხო? ეხლა მე რო ვინმე წავიყვანო პრაქტიკაზე, უბრალოდ ვერ წავიყვან, იმიტომ მე ჩემი საქმე მაქვს, ჩემი გრაფიკი მაქვს, ისე მუშაობ, რომ ეხლა უბრალოდ პრაქტიკაზე ვერ წავიყვან ზღორს, თორე დიდი სიამოვნებით მე არავის არ მერიდება, უბრალოდ აი მართლა უბრალოდ წავიყვანდი და ვაჩვენებდი რაღაცებს, ისეც რაც თვითონ აინტერესებს, მაგრამ ეს ჩემი გასაკეთებელი არ არის. ეს უნდა მოძებნოთ ისეთი კომპანია, არის ეგეთი კომპანიები რა, ნამდვილად არის ეგეთი კომპანიები, უნდა მოძებნოთ ისეთი კომპანია, სადაც გაგატარებენ 2 კვირა, 3 კვირა პრაქტიკას, კურსას გადაგიხდიან, რა თქმა უნდა, არ გადაგიხდიან რაღაც ისე თანხას რო გეყოთ, მაგრამ თუ არ ვწდები $500 კვირაში ყველა მოგცემ. და ისწავლით. ესე, რა ვიცი, მე არავის არ ვუჩევ მეგობრებო, რომ ესე პრაქტიკის გავლის გარეშე როგორი მაგარი ტიპიც არ უნდა იყოს, ნუ დაჯდები ტრაილერზე, იმიტომ ამას თავისი რაღაც ისეთი რაღაცეები აქვს, რაც თქვენ თვალით არ გინახია და აღმოჩნდებით ისეთ სიტუაციაში, რომ ღმერთმა ნუქნას მერე გვიანი იქნება. ან ისეთ ადგილას მოხვდები, შეგეშლება გზა, ისეთი ხიდთან მოხვდები, რომელშიც არ ეტევა შენი ტრაილერი, დაბალი ის არის სიმაღლის და რა უნდა ქნა, მე უნდა დაარეკო პოლიციაში, უნდა მოვიდეს პოლიცია. კარგ ბარაქიან ჯარიმას გამოგიწერენ, გზა უნდა გადაკეთონ, მთელი მაგისტრალი გააჩერო, შენ უკუსვლით ამოგიყვანონ ზემოთ, გამოგატრიო და მთელი ამბები, ანუ ამიტომ ვიძახი რა ვიცი ახლა, ჭუადარიგებაც არ მინდა რომ გითხრათ, მაგრამ რა ვქნა, რაღაცეები, ისეთი რაღაცეები არის ამ ტრაილერზე მუშაობის დროს, რომ გასათვალისწინებელია. მე სხვას არაფერს არ გეუბნები, უბრალოდ გაითვალისწინეთ, სანამ რაღაცას გადაწყვეტ და გააკეთეთ, მანამდე გაითვალისწინეთ. მეტი არაფერი. ისევე თქვენთვის ვამბობ, რომ გაგიოლდებათ, გაგიადვილდებათ მუშაობ და მუშაობ ფულს რა ფასი აქვს ისეთი, აი რა ფასი უნდა გქონდეს, ფულს რომელიც არ გერგება და რომელიც ისეთი რაღაცით გამოიმუშავებ, რომ სული გძურება ადამიანს ნერვიულობით და სტრესით და უბედურებით. ეგეთ ფულს რა გემოაქვს, ან რა ის აქვს არ მესმის. ამიტომ გეუბნებით, რომ რაღაცა პრაქტიკა გაიარეთ და დაჯექით და იმუშავეთ, ღმერთმა ბევრი გაშოვნინოთ, ღმერთმა იმდენი გამუშაოთ, რამდენიც თქვენ გაგეხარდება და ჯანი მოგცეთ და რა ვიცი, ყველაფერი რაც საჭიროა, ყველაფერს გაართმევთ თავს. თავარი აქ ის არის, რომ პრაქტიკაში გამოცდილება შეიძინოთ. ეხლა მინდა გადასვლა, ეს ნიუ-იორკია, ხას არ მაცვლევინებენ და სანამ ვიღაცას არ გადაული ცხვირზე, მანამდე არ იზავენ, რომ დამითქო. ეს აგერ გამოვიდა. Right to I-87 North. ალბანი. წავედით 87 ნორთი. ესეც გადმოვიარეთ, შემოკარგებო, ჯორჯ ვაშინგტონ ბრიჯი და მივდივართ ეხლა ალბანის გავილი, მე უკვე კონექტიკუტში შევალ. კონექტიკუტსაც გავირბენ და მასაჩუსეტსში გავჩერდები დასაცლელად. ცოტა გზელი საუბარი გამომივიდა მე მგონი, მაგრამ სისულელეებზე საუბარს მიჩვენია რაღაცა საქმეზე ელაპარაკოთ. მაპატიე, შეიძლება ვიღაცისთვის ეს არც საქმე იყოს, არც არაფერი, მაგრამ რა ვიცი ახლა არ ვჭორაობ, მე უბრალოდ საუბრობ იმაზე, რაც ტრაილერთან არის დაკავშირებული და რაც ჩვენ მეგობრებს, ჩვენ ძმებს, ჩვენ დებს, ალბატორებიც ვიცი რომ მუშაობენ ტრაილერზე, ჭირდებათ რაღაცაში, გამხნევება მაინც ჭირდებათ. თუ გვერდში დგომა არა, გამხნევება მაინც ჭირდებათ და ჩემი სოლიდარობა და მხარდაჭერა ყველა ტრაილერზე მომუშავე ძღოლს. წარმატებებს გისურვებთ, მშვიდობიან გზებს და რა ვიცი,
მწვანეზე გევლოთ ბიჭებო, გოგოებო ყველას და იმდენი გეშოვოთ, რომ თქვენი ბიზნესები აგესრულებინოთ და ყველაფერი კარგად იქნება.